გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონ მიხეილ. მოგესალმებით სტუდიაში. სპენელს და მაყურებელს. ჰააგაში მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა გაზარდონ თავიანთი ცალკეული ქვეყნების შიდა მარგი პროდუქტის მიხედვით გადასახადები და ის უნდა გაუტოლდეს 5%. ეს არის უზარმაზარი თანხა, რასაც დიდი ალბათობით ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 5-დან 10 ქვეყანამდე თუ გაუმკლავდება. დღეისათვის ყველაზე მაღალი მონაცემები აქვს ამ გადასახადების თვალსაზრისით. პოლონეთს ეს არის 4.12%, ესტონეთს 3.53%, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს 3.38% და ლატვიასა და საბერძნეთს 3.15% და შესაბამისად 3.8%. საუბარია იმაზე, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თავარი მომთხოვნი ამ გადასახადის გაზრდისა არის ამერიკის შეერთებული შტატები და უშუალოდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჯერ კიდევ გახსოვთ პირველი პრეზიდენტობისას თითისქნევით ჩავიდა გერმანიაში იმყოფებოდა თუ არ ვცდები ვიზიტით და ანგელა მერკელს პირდაპირი გაგებით ესეთი ბრძანება იყო გაცემული, რომ უნდა გაეზარდათ გადასახადები და კონტრიბუცია ნატოს წევრ ქვეყნებს, რასაც არ აკეთებდნენ. და ახსნა ასეთი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იხდის ყველაზე დიდი გადამხდელია ამ ორგანიზაციაში. ბატონ მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ კი ეს გადასახადები დაწესდა, ანუ 5%-იანი შენატანი, ეს ნიშნავს, რომ რუსეთისთვის და საერთოდ აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის საფრთხე ნატოს სახით კიდე უფრო მეტად შეიძლება გაიზარდოს. გაურკვეველია ჩვენი საკითხი, ახლა ბოლო პერიოდში ვხვდები ისეთ განცხადებებს და გნებავთ სოციალურ ქსელში, ბევრი ამბობს, რომ არა, საქართველოს ნატოში ვინ მიიღებს, როგორ გეკადრებათ, ახლა კიდე ის ნატოს ოფისიც დაიკეტა, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით ახლა სამიძე ზელენსკიც არის იქ ჩასული და მანამდე ტრამპმაც თქვა, რომ ის კარგი ბიჭია, ახლა მას შეუხდები დაველაპარაკებიო და თანხმდებიან, რომ 40 მილიარდამდე უნდა იყოს დახმარება ყოველწლიური, თავად ზელენსკიც ითხოვს ამ დახმარებას და ადრე თუ გვიან მაინც შეიყვანენ უკრაინას ნატოში. გასაგებია ეს, რაც გამოიწვევს რუსეთის დამატებით გაღიზიანებას და მთელ რიგ პრობლემებს. და ამ კონტექსტში საქართველოს საკითხი არის ღია. თქვენ როგორ ფიქრობთ, აქ როგორი პოზიცია უნდა ეჭიროს თავად საქართველოს თუ კი ეს დაახლოება მოხდება, რაც მართლაც ახლა დიდი კითხვის ნიშანია აქ დასმული, სადაა აქ საქართველოს ამდენი თანხა, რომ რაიმე კონტრიბუციაში მონაწილეობა მიიღოს? ნეტარ არიან ორწმუნენი. ჩვენ 35 წელია ვართ გაურკვევლობაში. ეხლა კი არა, 35 წელი გაურკვევლობაში ვარ და ამ გაურკვევლობით მივედინებით და აი 5%-ზე ბრძანეთ, ხო? ჯერ მოდით ვთქვათ, ნატო რამდენი ხანი არსებობს და მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ მდგომარეობით, ამ ფორმით ნატო ვერ იარსებებს 27 წლამდე. 1-6-ზე თუ გადამისცა, დამწრახავთ. 2-3 მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ისა, რითაც ტრამპი მოიყვანეს ხელისუფლებაში და მისცეს უფლება და საშუალება მოსულიყო ხელისუფლებაში, ამაზე ხა ვიკამათებთ, იმიტომ რომ 20 წელს ეს კაცი იგივე ძალებმა ჩაძირეს, რომელიც ძალების დღეს გვერდში დაუდგა და BlackRock-ი ერთ-ერთი მათგანია იმ სამეულიდან, რომელიც იყო მის წარმომადგენელი. ეს ადამიანი მოსულია თავისი მისიით, მან უნდა დაანგრიოს, მან უნდა დაშალოს დღემდე არსებული სოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური მთელი სისტემა, რომელიც ამ კაცობრიობა შეიყვანა ძალიან მძიმე ჩიხში, ამის დასანგრევათაა მოსული და მათ შორის პირველ რიგში ევროპის დასანგრევად, ევროპის დასაშლელად და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების პერეფორმატირებისთვის. ჩვენ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეხლა ახალ წლებზე ვთქვით, რომ გილოცავთ 1991 წელს მეთქიდან მკითხეს ხო არაგერია ციფრებიო. არა ბატონებო, ჩვენ ვართ ახლა 91 წლის მიჯნაზე, ისტორიულად დავაბრუნოთ პერიოდი სოფლიო გადანაწილების და სოფლიო ცვლილებების. ამიტომ გამომდინარე მისიიდან, რომელიც მას მიაკუთვნეს დიდმა ბიძიებმა, ის ამას აკეთებს ხან თავს ისულელებს, ხან ჭკვიანურად იქცევა, ხან ძველ ბიჭობს, ხან შეურაცხყოფას აყენებს, ხან ეფერება
თუმცა ამ მოფერებამ და შეურაცხყოფამ თუ რაღაც ამდაგორმა საუბარმა ის გამოიწვია, რომ ბოლოს 2 წელი ნახევრის 2 წელი 8 თვის განმავლობაში დღეს ზელენსკი ჩავიდა სამოქალაქო ფორმით ეახლა, იმიტომ რომ აუწიეს ყური და მიიღო საკმაოდ კარგი გაფრთხილება, ხო? საქართველოს ჯერ ერთი ვერასოდეს ვერ შევა ნატოში, მოდით ამაზე ვთქვათ. ვერც უკრაინა ვერ შევა ნატოში და არავის არ ჭირდება თავის ატკიება. ტრამპმა უკვე რამდენჯერმე მიანიშნა, რომ ნატოს მეხუთე პუნქტი წესდების არ იმუშავებს. ამიტომ რატო არის ეს 5%-მდე რატო ითხოვს ჩემი აზრით აწევას აი ამ გადასახადის. ერთი ის რომ ევროპას საბოლოოდ ეკონომიკური კრახი განაცდევინოს, ეს ერთი და მეორე ის თანხები, რომლებიც შემოვა, წავიდეს ამერიკის სამხედრო სამრეწველო კომპლექსში. ანუ ორი დიდი კურდღლის დაჭერაზეა საუბარი. ერთი ამერიკის შეერთებული შტატებში შესული თანხა და მეორე დაკლინებული ევროპა, რომელიც მერწმუნეთ რუსეთის ინტერესებში შედის. ამ შემთხვევაში მოდით შევთანხმდეთ ევროკავშირს, როცა ევროპას ვამბობ. მე ყოველთვის გულიხობ ევროკავშირს, იმ ორგანიზაციას, რომელმაც აი ამდენი ცუდი რამ, სუბუქად ვთქვათ, ჩაიდინა და საქართველოს მიმართ არიან როგორც თაღლითები, იმიტომ რომ ესენი არიან თაღლითები, რომლებიც შეესიმნენ ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორც არის საქართველო და მოგეთ სისხლს უშრობენ. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება მერწმუნეთ და არც საქართველო არ გადაიხდის. ჯერ ერთი საქართველო ვერ შევა, ისე ვიმეორებ და მეორე რიგში საქართველო არ გადაიხდის ამ გადასახადს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ შეიძლება გაგვაწევრიანონ ქაღალდზე, აი ალბათ 5 წლის შემდეგ 4 როცა არ იარსებებს ნატო შეიძლება მაშინ გაწევრიანდე, არ არის პრობლემა, არ არსებულ ორგანიზაციაში, მაგრამ მაგის გადამხდელი არავინ არ არის. ისე უბრუნდები ტრამპის ამ გადაწყვეტილებას. ტრამპისთვის მთავარი არის დღეს შექმნა სოფლიო ქაოსი, იმიტომ რომ ის რაც დღემდე იყო, ის რაც მოდი ვთქვათ 2022 წლის თებერვლამდე იყო, ის აღარ ექვემდებარებოდა რეკონსტრუქციას, შერემონტებას, შელამაზებას. ის უნდა დანგრეულიყო. და მშვენიერად გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ ვიძახი მათ ვიც ხელეწიფება პრეზიდენტების, ქვეყნების ცვლილებების, საზღვრების ცვლილებების გადაფარვის, გადმოფარვის ხელეწიფება ვისაც აქვს ამის საშუალება, მათ გადაწყვიტეს, რომ ტრამპი მოეყვანათ. დამანგრეველი, შემცვლელი და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიც მიიღებს ამისგან გარკვეულ დანაკლისს, მაგრამ აი ეს დიდი გლობალური ცვლილება ალბათ ყველას უღირს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. კაცობრიობა დაემსგავსა საბალაღზე მიშვებულ საქონელს, მაპატიოს ყველა ამ გამოთქვისთვის ადამიანობა, კაცობა, ქალობა, ბავშვი ყველაფერი დაიკარგა. ასე გაგრძელება კაცობრიობას დაღუპავდა და ალბათ ვიღაცაებმა მიხვდა, რომ ეს იყო გადასაფარი, შესაძლებელი, მაგრამ არა გასარემონტებელი. ეს არის დასანგრევი და ეხლა ჩვენ ვხედავთ ან გრევის პროცესს, რომელშიც ჩვენ ერთხელ მოვყევით 90-იან წლებში და ეხლა იმედი მაქვს გამოვიჩენთ ასე ვთქვათ შობსჭეტელობას და ამაში არ ამოყოთ თავს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომ არის დღეს ეს პრობლემები შექმნილი. ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი მიზანი ეს იყო მსოფლიო დიდი კრიზისის გამოწვევა, რომელშიც პირველ რიგში მოხდებოდა ევროპა და შემდეგ მოხდებოდა ჩინეთი. ამიტომ ნატოსთან დაკავშირებით ეს 5%, გინდა 5% დააწესო, გინდა 3, გინდა 22, ნატოს ვერაფერი ვერ უშველს, იმიტომ რომ ნატო დაკარგა თავისი ფუნქცია, როდესაც დაიშალა ვარშავის ხელშეკრულება. და ნატო გახდა ერთადერთი ნატოს მამოძრავებელი და ნატოს მამოძრავებელი ძალა და ნატოს ფუნქცია ეს იყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ეხლა დღეს თქვენ მზადეთ, მე მგონი, რომ გერმანია ევროპა აპირებს ცალ-ცალკე ისევ გაძლიერდეს. ხო, ეს ეთერამდე საუბრობთ. ხო, ну გაძლიერდეს, ახლა რამდენჯერაც გაძლიერებულა ევროპა, იმდენჯერაც მიუღია კარგი მსხვილი მუშტი, ხო? რუსეთისგან. ну უკვე ევროპა, ევროკავშირი წამოვიდა რუსეთის წინააღმდეგ, პრაქტიკულად იქაური სამხედრო პოტენციალი იჭერს. იჭერს, მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ გერმანია უკრაინას იყენებს საფუძვლად, რომ აი უკრაინასთან ამ ამბების დასრულების შემდეგ ამ საომარი მოქმედებების უკვე შემდეგი ვიქნებით ჩვენ. ხო, არა, იქნებიან. თქვენ ეჭვი არ შეგეპაროთ, იქნებიან თუ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ისევ დარჩება ნატოს ინფრასტრუქტურა. იქნებიან. ამიტომ არის აი პუტინს როგორ უნდა შეუსრულოს ტრამპმა ულტიმატუმი ნატო აღმოსავლეთ ევროპა ნატოს გარეშე. აი ამით უნდა შეუსრულოს.
რომ მე ტრამპს არ გაუჭირდება უზე ხელაღები თქვას რომ მე თქვენთან ურთიერთობა აღარ მინდა წაი თქვენ დედას ვატირებ. არ გაუჭირდება და ამას სიტყვა ძალიან შეიძლება თქვას იდიომატური გამოთქვებითაც კი. ამიტომ ეს შესასრულებელია. აღმოსავლეთ ევროპა გასათავისუფლებელია, რუსეთს თავისი ულტიმატუმი აქვს, ამერიკის შეერთებულს თავისი ინტერესები აქვს და აი ეს მთელი 12 დღიანი უბედურება, რომელიც დაატრიალეს და მრავალი ადამიანი შეეწირა ამას. შეეწირა და ისრაელის მდგომარეობა კიდე ხვალ როგორ იქნება არავინ არ იცის. განადგურებულია საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურა. როგორც ირანში, ასევე ისრაელში. და ზუსტად კალკა იყო იმისა, ეს PR ტექნოლოგიებს რაც ეხება, თუ გახსოვთ უკრაინაში, როდესაც იწყებოდა ეს ომი, რუსეთ-უკრაინის ომი, აი ანალოგიურად ასევე იყო, როდესაც ისრაელმა მიიტანა იერიშები, დღეს კი ჩანს, რომ ნუ ირანშიც გაკეთდა განცხადებები, ირანის ხელისუფლება პირიქით ამბობს, რომ მათ მოიგეს. და არ არის გამორიცხული რომ საკმაოდ დიდი იყოს იქ როგორც დანაკარგი გარდაცვლილები ისრაელსაც ყავს როგორც ირანს ნუ ირანში 600-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა ამ დაბომბების სარაკეტო იერიშების შედეგად და ანალოგიურად ისრაელშიც იყო მსხვერპლი, ასევე საავადმყოფოებშია ბევრი ადამიანი მოთავსებული და ჩვენ ის კადრებიც გვაქვს ნანახი თუ ამ ირანული რაკეტებით როგორ არის განადგურებული რამდენიმე ქალაქში, ბერშევაში, ჰაიფაში, თელ-ავივში რამდენიმე ქალაქი დაიბომბა ამ სარაკეტო იერიშებით ირანის მიერ. ხო და აქ თავად ტრამპის განცხადებაც იყო საინტერესო იქ ნუ ყველა აჩვენებდა ამ ჩანაწერს სადაც ის ჟარგონსაც იყენებდა რომ ეს ამდენი ხანია ეს ორი ქვეყანა იბრძვისო და საბოლოო ჯამში რას მიაღწიესო ანუ როგორც ჩანს არც ისე მარტივადაა იქ საკითხი ჯერ ამბობდნენ რომ ყველაფერი გავანადგურეთ დაუხიეთ და ირანის ბირთვული ეს პროექტი საბოლოოდ შევაჩერეთ და გავანადგურეთო, მაგრამ ახლა უკვე შეერთებული შტატების დაზვერვა ამბობს, რომ არ ვართ დარწმუნებული, რომ იქ ნათანსში თუ ფორდოში, სადაც მოხდა ეს დაბომბვა, რომ ეს ლაბორატორია ურანის გამდიდრების არ გადარჩა. ანუ არა აქვს არანაირი მონაცემები. საბავშვო ბაღია? აი მან ზუსტად მანდ მივდივარ პესკოვიც კი კრემლის პრესდივანი პუტინის დღეს ასევე აკეთებს განცხადებას ისინი შეშფოთებულები არიან ეხლა რუსეთს არაერთხელ აქვს ნათქვამი რომ მათაც არ სურთ რომ ირანმა მიიღოს ბირთვული იარაღი. მოდით ბატონო მიხეილ პირდაპირ თქვა საქართველოსაც არ უნდა აწყობდეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის ჩვენ არ გვეკითხება მაგრამ ირანმა თუ მიიღო ბირთვული იარაღი, ეს ჩემი სუბიექტური აზრი არ მინდა რომ ვინმე მიფიქროს რომ რა ვინმეს პოზიციას ვახმოვანებ, ჩემი აი ერთი ადამიანის აღებული აზრია. იმაზეც არ მაქვს ეს ბანალური სიშლეგეები, ეს ლიბერალები და გლობალისტები რო წერენ რომ აი ირანი ჩვენი ოდითგან მტერი იყო, სისულელე. ირანის ელჩმა მიმიწვია ერთხელ მიღებაზე, უბრალოდ არ მივედი, დაკავებული ვიყავი, რამდენიმე 10 წელი გავიდა უკვე მე მგონი. მე ცოტა სხვანაირად უყურებ აღმოსავლური პოეზიაც მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ და მთელი ფირდოუსიდან და რა ვიცი დაწყებული იბნ სინა და ანუ რამდენი ომარ ხაიამი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანუ იქ კულტურა მოდის იქიდან. ანუ პერსია ეს ძველი სპარსეთი, მაგრამ მე რის თქმა მინდა, ანუ ბირთვული იარაღი რომ მიიღოს ირანმა გაჩნდება სხვა გეოპოლიტიკური მოთხოვნები რეგიონის ქვეყნების მიმართ. თურქეთი, როდესაც დაეხმარა აზერბაიჯანს 44-დღიან ომში გამარჯვების შემდეგ მისი რეგიონალური წონა გაიზარდა. ნახეთ ერთი მეორის მიყოლებით როგორ ჩადიან თურქეთში დაბარებულზე ჩვენი მეზობელი ქვეყნები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ახლა ჩასულები ორი კვირის წინ. უბრალოდ სხვადასხვა ადამიანებს შეხვდნენ. ერდოღანმა პაშინიანი პირდაპირ დაიბარა, ჩამოდი აქ. და დოლმაბახჩეში შეხვდა. ხო, ანუ ეს ხო შემთხვევით არ ხდება. ხო და აი ანალოგიურად ირანს რომ გაუჩნდეს ბირთვული იარაღი, ეხლა ის წავიდა ის ეპოქა კი მართალია ისტორიული გადასახედიდან გუშინ წინ იყო აღამ ახმადხანმა აქ თბილისს რომ გადათელა და მთელი თეატრალური დასიც კი ამოგვიწყვიტა. მაგრამ გაუჩნდება სხვა მეტი პრეტენზიები და უფრო მეტად ძლავრად პოზიციონირებას დაიწყებს რეგიონში. აი ეს მომენტი არის ერთადერთი და აი პესკოვმა სწორედ ეს თქვა რომ ის რომ მაგატეს ექსპერტები, ანუ ატომური საერთაშორისო
ამ სააგენტოს ექსპერტებს შეუზღუდეს შესვლა, უბრალოდ აუკრძალეს შესვლა. ეს ბადებს კითხვებსო, პესკოვმა თქვა, ანუ რუსეთის პოზიციაა ასეთი. ეს არის ოფიციალური წარმომადგენელი პუტინის პრესმდივანია. და თავად პუტინსაც აქვს ნათქვამი, რომ რუსეთს არ სურს, რომ ირანს კონდეს ბირთვული იარაღი. თუმცა მშვიდობიანი ატომის განვითარების უფლება, რა თქმა უნდა, როგორც სუვერენულ ქვეყანას აქვს. ერთია რას განაცხადებს ბატონი პესკოვი და რას განაცხადებს ბატონი პუტინი, მაგრამ მეორეა რუსეთის ინტერესები რეალური. მოდით რა ორი სიტყვით ჩემას მოგახსენებთ ირანთან დაკავშირებით. ამ სტუდიაში დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენ ვისაუბრეთ ირანის ფუნქციაზე, ირანის მისიაზე და ის აღნიშნეთ, რომ ირანი უნდა გახდეს პოლიტიკურ-ეკონომიკური კონცენტრაციის ერთ-ერთი ცენტრი ახლო აღმოსავლეთში. რატომ? ირანს აქვს თავისი ისტორიული ფუნქცია და გუშინ მკითხულობდი ეზეკიელის წინასწარმეტყველება, სადაც იგი სპარსეთს მოიაზრებს ერთ პერიოდში, ებრაელებთან დაკავშირებით, ხოლმე თავს არ შეგაწყდეს განათლებული ხალხი ბრძანდებით უყოლა, რომელმაც გადაარჩინა ებრაელიერი და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მათ, ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. მე-20 საუკუნეშიც კი გაგრძელდა ეს ურთიერთობები. და სპარსეთი არ არის ესეთი მეორე თუ მე ვთვლი რომ სპარსეთი პირველ 10-ში ან 5-ში შეიძლება შევიყვანოთ იმ ქვეყნების რომლებსაც აქვს მრავალ ასეული საუკუნის ისტორია ხო ჩვენთან დაკავშირებით და ჩვენთან შეიძლება ან მეტი ან ნაკლები მაგრამ ეს ის ქვეყანაა რომელსაც თავის ფუნქცია ჰქონდა და ბიბლიაში არაერთი ეპიზოდია, როცა სპარსეთზე არის საუბარი და მის ფუნქციაზე და ამ წინასწარმეტყველებებში კარგად არის ეს გაშლილი, ხო? ისიც თქვით ჩვენ გადაცემებში, რომ ირანთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენ შეგვექნა 90-იან წლებში. იგივე რკინიგზის საკითხი, იგივე კავკასიის მოწყვეტა, იგივე ირანის ჩაკეტვა. ნუ ეს ერთი ჩემთვის არის ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლები და ამ რგოლებიდან გამომდინარე მე ღმადა ვარ დარწმუნებული ირანი თავის ადგილს დაიკავებს ირანის მთავარი ამოცანა თავის დროზე იყო სირიის და ამ კონფლიქტების დარეგულირება მაგრამ ბევრი მიზეზის გამო ეს მოუწია რუსეთს ანუ ირანმა უნდა აიღოს იმ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება რეგიონის დაწყნარება თქვენ რომ ბრძანებთ რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა კონდეს კი ბატონო ამას ამბობს ყველა მაგრამ მშვიდობიანი ბირთვული იარაღთან დაკავშირებით ყველა თანახმაა. ერთი ნაბიჯია მშვიდობიანი და ასე ვთქვათ საბრძოლო ბირთვული იარაღის შექმნაზე, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ, ნუ ვიქნებით ახლა მიამიტები, რომ მესამე მსოფლიო ომი ეს იქნება კი, შეიძლება ბირთვული გასროლა იყოს, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოყენებული იყოს, იქნას, მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში სხვა ფუნქციები აქვს. სხვა ფუნქცია დაიკისრა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სხვა ფუნქცია მიენიჭა უკრაინას და სხვა ფუნქცია აქვს ირანს. ჩვენ დღეს აღმოჩნდით კიდევ ერთხელ დიდი მსოფლიო განანაწილების ზღვარზე. მოდით ვთქვათ, ღმერთად დაიფაროს, მოხდა ბირთვული დაპირისპირება. ბირთვული დაპირისპირების ბოლო, ასე ვთქვათ, ბოლო სცენარი და სცენა უпростоრად უნდა მოხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ხო მეთანხმებით? რა თქმა უნდა, ნუ ეს არის ორადორი ქვეყანა, ჩვენ ადრეც ვიტყვამს. კლუბში ბევრი ქვეყანაა, 7 თუ 8 ქვეყანა, უბრალოდ ამ ორ ქვეყანას, შტატებს და რუსეთს აქვს წინასწარი შეტყობინების ეს სატელიტური კოსმოსური საშუალება, ერთი ქვეყანა თუ აჭერს ღილაკს ხელს, მეორე უკვე იგებს სად არის რა დისტანციაზეა ის და წამოსული შორი მანძილის მოქმედების რაკეტა, ეს ქობინები და მეორეც ასწრებს ხელის დაჭერას. ანუ ერთმანეთის განადგურების გეგმით. ანუ ერთმანეთის განადგურება. ახლა ავიღოთ ევროპის ტერიტორია, ავიღოთ რუსეთის ტერიტორია და ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია. ის ხალხი, ვინც დღეს სოფლიოს მართავს, თუ ასე deep state-ს რო ვეძახით ჩვენ და deep state-ი მოგხსენებათ ის არ არის 5, 10 და 200 კაცი და რაღაცა კაბინეტებში არ შეხედან, ეს არის ურთიერთობები, ეს არის ჩამოყალიბებული სქემა. ლოჟა, ჩამოყალიბებული სქემა, მრავალი ათეული შეიძლება საუკუნეების მანძილზე გაჯერებული ფინანსური ინტერესებით და ეს deep state-ის მაღალჩინოსნები თუ ბობოლები დარწმუნებული არიან, რომ გადარჩებიან? მათი ოჯახები გადარჩებიან ამ უბედურებას თუ დაიწყო დიდი ბირთვული ომი? გამორიცხულია. რუსეთის შეიძლება რაღაც ნაწილი კიდე გადარჩეს, ხო? ურალის იქით იქნება თუ ციმბირის ტერიტორია თუ როგორც არის. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ტერიტორია ვერ გადარჩება. ამიტომ ეს ბირთვული შეიარაღება ერთმანეთის შემაკავებლად რომ ამბობენ,
ერთი ძალა, ერთი სისტემით იმართება და არავის არ შეგვეპაროს იმაში ეჭვით, ჩემი თამადობით ვიტყოდი, რომ სოფლიოში ყველა ერთმანეთს ელაპარაკება. ყველა ერთმანეთთან საუბრობს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, ეს ჩვენა ვართ ერთადერთი ქართველები, არავისთან აღარ ვსაუბრობთ და ჩავიკეტეთ და აი ამ ფონზე ბატონო დავით, მე კიდე ერთხელ მინდა ვთქვა აი იმ ინფორმაციებიდან, რომელიც მე გამაჩნია ღია წყაროებით თუ პირადი კონტაქტებით, ბატონი ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩინეთში, რომელიც 2011-ში დაიწყება, აგვისტოსია საუბარი და გაგრძელდება 4 სექტემბრამდე. ნუ პრაქტიკულად უპრეცედენტო შემთხვევაა, მე მგონი მეორე შემთხვევა არის, როდესაც რუსეთის ლიდერი 4 დღით მიემგზავრება სხვა ქვეყანაში და მოგეხსენებათ როგორი ქვეყანაა ეს და რა ქვეყანაა. ანუ ეს იქნება ალბათ ბოლოს წინა ეტაპი საბოლოო მოლაპარაკებებისა, ვის რა როგორ გადაეცემა. ჩინეთი უძლიერესი ქვეყანაა ეს მოსწავლე აზრი გამიწყდება. მათ შორის საქართველოსაც არის საუბარი. საქართველოზე საუბარი და მე დარწმუნებული ვარ საქართველო რუსეთთან მიმართებაში და დასავლეთი, იგივე deep state-ი საქართველოს იქ დააბრუნებს, საიდანაც ვითომ გამოგვიყვანეს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვთქვათ რა, საქართველოს ბედი პრაქტიკულად 90% უგადაწყვეტილი არის. ოღონდ ჩვენ ამას არ გვეკითხებია, რა თქმა უნდა. არც საქართველოს შეეკითხებიან და ბარე რამდენიმე ათეულ ქვეყანას ისე დაულაგებენ სიტუაციას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ძალიან აქტუალური ხდება აი ეს ხელმოწერები, რომელიც დაწყებულია და მე ჩვენ ინჟინერს ვთხოვ, რომ აი ეს ტელეფონი გამოიტანოს ეკრანზე, რომელიც შეიძლება დავიკავშირდეთ იაქტიურონ ელექტრონულ ხელმოწერებზე, ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ და ნებისმიერ დრო შეგვიძლია ჩავიწეროთ კიდევაც, მივიღოთ ასე ვთქვათ სურველები ოფისშიც და კონდეს კონტაქტი. რატო ვამბობ ამას? ეს იმდენად აქტუალური ხდება, რომ თუ რუსეთთან ურთიერთობის სიტუაცია ჩვენ არ დავიწყეთ და უყოვნებლივ, ჩვენ გარეშე მოხდება ძალიან ბევრი გარიგება და შეიძლება დიალოგის დროს გაცილებით მეტი წამოვიღოთ და მეტი ხეირი მივიღოთ. ვიდრე აი ესე შენ გარეშე რომ გადაწყვეტენ რაღაცას და მე დე ფაქტო აღმოჩნდებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. კი ბატონო, აუცილებლად ორი აზრი არ არის ამაში, ჩემი ღმერთმენაა, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნები აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის გავლენის ქვეშ. აი აქ ერთვება ისე ვირანი. აი ის მუსლიმანური სამყარო, არაბულ საერთო მუსლიმანური სამყაროც უნდა ირანის ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშ თუ არა, ყოველ შემთხვევაში თანამშრომლობა უნდა იყოს. სოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, რომელიც იყო 30 წლის განმავლობაში. ყველა ერთმანეთთან უნდა იყოს ასე ვთქვათ, ურთიერთ ინტერესების გამოხატვით, ხო? და ისევ დაუბრუნდეთ ირანს. ირანის ფუნქცია ყოველ აი რამდენი პერიოდის გავა უფრო მეტად და მეტად გაიზრდება. და ირანის და რუსეთის ისტორიული ურთიერთობა, ირანის და საქართველოს ურთიერთობა. ჩვენ მიუხედავად იმ უბედურებისა, რაც ირანმა დაგვართა, ამ სპარსეთზე მაქვს საუბარი, მათგან საკმაოდ მაღალი კულტურის დეტალებით წამოვიღეთ. ალბათ დამეთანხმებით. აქედან ვერაფერი ვერ წამოვიღეთ 50 წლიდან. აი ამ ეგრეთ წოდებული ევროპელებისგან და ამერიკელებისგან ვერაფერი ერთი ხეირი ვერ ვნახეთ. როდესაც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთან ურთიერთობის რაღაცა დადებითი გამოქონდა. რაღაცა მარცვალს რა ავიღეთ ევროპისგან? გარყვნილება, ნარკომანია, პროსტიტუცია, პედერასტია, კიდე რა ვიცი, ყველაფერი ის რაც ქვეყანას ანადგურებს. კი ბატონო, ისინი მოდიოდნენ ცეცხლით, מחვილით და ანადგურებდნენ ჩვენ სოფლებს და ქალაქებს, ქალაქების ადიყო რა. მაგრამ ის რაც დასავლეთმა ჩვენ გაგვიკეთა, ბატონო დავით. ანუ ვენახების გაჩეხვაც კი შახაბას პირველს, რატო არის ეს, ნუ ხშირად ამბობენ ამას, ხო კი ღვინის სამშობლო ქვეყანა ვართ, ყველაზე საუკეთესო ღვინო იწურება მთელს მსოფლიოში, მაგრამ ის როგორ უყურებდა ამას, ახლა აღმოსავლური ქვეყანა, ნუ შიიტური ქვეყანა, მათი სარწმუნოება იქ პირდაპირ არის, მათ ყურანშიც არის იქ მუჰამედმა ჯერ კიდე სანამ გახდებოდა თქვა ეს წინასწარმეტყველობამდე, როდესაც ეს ალკოჰოლი მიიღო, თავად სიტყვა ალკოჰოლიც კი სპარსული წარმოშობის არის, ანუ წყალი და ყუზები დააჭრა აქლემებს.
და აყურებინეს მე ამას. ნახეთ, როცა ადამიანი დალევს ალკოჰოლის ზემოქმედი, ხო და შესაბამისად რო უყურებდნენ ეთყობა, ეხლა მაშინ გავლენა ქონდა სპარსეთს საქართველოზე, აღმოსავლეთ საქართველოს ფაქტობრივად მისი პროტექტორატი იყო. ერეკლე მეორეც კი სპარსული ტიტულის მატარებელი იყო, ანუ იყო ჩვენთან ხო ახლა მუნიციპალიტეტის გუბერნატორები ხო არის, იმერეთის გუბერნატორი, კახეთის გუბერნატორი. ზუსტად ასევე ერეკლე მეორეს ტიტული იყო ნაიბი. ანუ აი ამ კახეთის, რომელიც ითვლებოდა ირანის პროვინციად, მის გუბერნატორად. ზუსტად ასე აი ნაიბი აი ნიშნავს გუბერნატორს. ჩალმით სურათი. ნუ გაგზდილი იყო ეგასაგებია. მაგრამ აი ეს ვენახის გაკაფვა ამით იყო განპირობებული, რომ ეს ქართველები ხართეძოზე წამოწვებოდნენ და ალევენ, მე ურევენო და ამიტომ ამ წესრიგი მინდა აქ ჩრდილოეთ საზღვრებთან. ეს მომენტი იყო. ბავდავით, მათ ისინი ვენახს კაფავდნენ, რომლის ამოყვანას და რომლის ასე ვთქვათ, გაშენებაც შესაძლებელია. დასავლეთმა 25 წლის განმავლობაში, 25 წლის განმავლობაში ჩვენი სულიერების გაკაფვა მოახერხა. ჩვენი ახალგაზრდა თაობის გაკაფვა მოახერხა, რომლის წამოყენება ფეხზე გაცილებით რთულია. თავიდან ვეღარ გააკეთებ ამ ბავშვებს, ამ ახალგაზრდებს, ბატონო დავით. გამორიცხულია. ჩვენ ვართ უდიდესი კატასტროფის წინაშე და ყველაზე დიდი სატკივარი ჩემი არც სოფელია, ბევრჯერ მithქვავს, აი ეს თაობაა, რომელიც გონზე არ არის. სად არის, რას აკეთებს და როგორ არის და ვენახს კიდევ ეშველებოდა, მაგრამ აი ეს გაგვიკაფეს ის, რაც ყველაზე ჩვენ რაზეც იდგა ქართველი კაცის სულიერება, რამაც ამოატრიალა რამდენჯერმე ვენახიც, სოფელის, ქალაქიც, აი ის შაკლეს. ყველაზე საშინელი დარტყმა ჩვენ ამ 35 წელს მოგვაყენა, რომლის არ გააზრებაც. კიდევ ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვე, შეიძლება 1 წელი. თუ ეს ჩვენ არ გავიაზრეთ და აი ეს მომხდურები, ოკუპანტები, რომლებიც აგერ საელჩოებად რო დაარქვეს, ეს ყველა არის შტაბ-ბინა, საოკუპაციო შტაბ-ბინა არის, პატარ-პატარა ფიურერების ხედან, ესენი თუ არ გავაძავეთ ჩვენ ამ ქვეყნიდან, ყველაფერი უკან მოგრჩება, ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. ეს ქვეყანა ითვლის ბოლო რამდენიმე წელს, აი ამ მდგომარეობაში, სადაც ქართველები არიან უმრავლესობა. გავა რამდენიმე შეიძლება 10, 15, 20 წელი და ჩვენ ვიქნებით უმცირესობაში. ისევე როგორც ვიყავით 4-5 საუკუნის, 3 საუკუნის წინ. თუ გვინდა ეს, კი ბატონო, უბრალოდ მეც დავიღალე, თქვენს დაიღალე და სალაპარაკოც აღარ არის. ამას თუ ადამიანი ვერ ხვდება, ამაზე აღარ უნდა ისაუბრო. და ახალგაზრდებზე რო იყო საუბარი, ახალგაზრდების უმრავლესობა დღეს რეგიონებში იქნება თუ ქალაქებში ამ ნარკომანობამ შეჭამა ეს ბავშვები. თქვენ მეორედ ახსენებთ უკვე ამ ნარკომანიას, ყურადღების ღირსია ის ინიციატივა, რაც ხელისუფლების პირდაპირ მთავრობის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, კობახიძის ინიციატივა იყო და თავად აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ ჩანაცვლებითი თერაპია იქნება უკვე მაქსიმალურ კონტროლზე, მხოლოდ და მხოლოდ იქნება ხელისუფლების პრეროგატივა, ანუ სახელმწიფო იქნება მთავარი მაკონტროლებელი ამ ჩანაცვლებით თერაპიის. მე მაყურებელს უბრალოდ რო აუხსნა რა ჩანაცვლებით თერაპიაზე აქვს საუბარი, ნარკოდამოკიდებულებისთვის აი მეტადონის კი, შევარდნაძის ბოლო პერიოდი იყო სააკაშვილის მოსვლა, ეს პერიოდი იყო, როდესაც აი ამ გლობალისტების გლობალ ფონდი შემოვიდა საქართველოში. მანამდე გავლენის ქვეყნებში, უკრაინაში, მათ შორის, ავსტრალიაში, არაერთ ქვეყანაში, უამრავ ქვეყანაში დანერგეს ეს ჩანაცვლებითი თერაპია. ვერ მიიღეს შედეგი, თავად ეროვნულმა მთავრობებმა თქვეს უარი, იმიტომ რომ უარეს მდგომარეობაში ჩააგდო ამ მეთადონის პროგრამამ იმ ქვეყნებში არსებული ვითარება ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით და უარი თქვეს ამ პროგრამაზე. მაგრამ რატო მოხდა აქ ამ პროექტის და პროგრამის დანერგვა? ვინაიდან ამ გლობალ ფონდმავე თავიანთი საცაცებით, ახლა თქვენ ახსენეთ აი საელჩოები, ხო? აი მათი მეშვეობით მაშინდელ მართულ პარლამენტში, იმ ჯანდაცვის კომიტეტებში, სადაც პირდაპირ მათი თავები იყო, ასე ვთქვათ, მაშინდელი ხელისუფლების. და მერე დადიოდნენ იქ კიდე იქ საძის ახლა ის. არ დავაკონკრეტებ, ნუ მიხვდება მაყურებელი რაზეც მაქვს საუბარი. მათი ხელშეწყობით მოხდა ამ პროგრამის დანერგვა საქართველოში. მაშინდელ ძალოვან უწყებებში იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ იქნება უკუ შედეგი და კატასტროფული მდგომარეობა იქნება. სტატისტიკა იყო ამას წინათ გამოქვეყნებული, რომ
200,000-ზე მეტი ინტრავენური ნარკომანი არის. წარმოიდგინეთ, აი დღეს ასევე მონაცემები გამოქვეყნდა მთლიანად საქართველოში პოპულაციის, ანუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში 3,900,000 რაღაცა 1000, ანუ 4 მილიონს ცოტა უკლია, ხო? 200,000 ნარკომანი იქნება 4 მილიონი რო ორად გაყო. ანუ მამაკაცები და ქალები, ნუ ძირითადი სეგმენტი ხო ამ წამლის მოყვარულების. 3 და 5 ავიღოთ. ხო და აი დავუმარცვლავ ეხლა უბრალოდ 2 მილიონი ხო დარჩა, ხო? მამაკაცებიდან. ამ მამაკაცებს გამოვაკლოთ ეხლა კიდე მე-13 ბავშვები 18 წლამ, ნუ 16 წლამდე გამოვაკლოთ, ეს ხო მე-13-ია. და კიდე გამოვაკლოთ ასევე ასაკოვანები, 60 წელს გადაშორებულები, რა გვჭება? 607. ანუ რა გამოდის 200,000-ზე მეტი ნარკომანი თუ არის 800,000 რეპროდუქციული ასაკის მამაკაცში. ანუ საშუალო ასაკის შრომის უნარიან მამაკაცში რა გამოდის? ანუ ნახევარი კაცები ნარკომანები არიან საქართველოში. ნუ ბატონ დავით, თქვენ რატო გიკვირთ? რა შეუკვეთ და რა მივიღეთო? ეს იყო ერის მოთხოვნა. ატყდა 90-იანებში ისე დაუბრუნდები, ავტყდით ბატონო სამგლე გოჭებივით. ეხლა ნუ წუწუნებთ სანამ ყველა ქართველი 90% ახლა თქვენ ციფრები არ იტყვის რომ ჩვენ ეს 25 წელი მოტყუებულები და წყალში გადაყრილი კი არა პაპადე დედა გვიტირეს და გუშინ უსმენდი ნუ ხა გამომდინარე ჩვენი საქმიანობიდან მე აუცილებლად უნდა უსმინო ამ ლიბერალურ ტელევიზიებს ანუ ისხდნენ იქ ასაკოვანი ქალბატონების იყვნენ ახალგაზრდებიც იყვნენ ახალგაზრდები გაცილებით ადეკვატურები იყვნენ ვიდრე ეს არ მინდა იმ ქალბატონის სახელი და გვარის ხმა ჩვენო ევროპაში მივდივართო ევროპა არის ჩვენი სახლიო აი იცით რა არ უნდა გამოათხრიო იქიდან არა იქ ყავთ არა უყურე არა ეს უკვე არა ბატონო დავით ეს უკვე დანაშაულის ტოლფასია არის რაღაც პოლიტიკური განცხადებები არის დანაშაული როდესაც უნდა პასუხი მოეთხოვოს და პასუხის მოთხოვნა უნდა იყოს კაცრი აი ხა დაუბრუნდები მე ამ მას რა ქვია სულუკიანის კომისიას, ხო? აი ის ვინ დააპატიმრეს. ეხლა და ჩვენ გვითხოვს ადრე და ზუსტად მე მოხდა ძალიან ცუდი რამ. ჩვენი გადაცემიდან რაღაცა ერთ-ორ კვირაში მოხდა ძალიან ცუდი რამ. ჯერ უნდა აეგზალათ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, რომელიც არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში და სხვა ლიბერალური პარტიები და ორ კვირაში ეს პარტიები ისევ დააბრუნეს ამ ბრძოლის ველზე თუ რაღაც იმაზე რა ქვია საარჩევნო საფინიშო სწორზე, ხო? ეხლა ჩასვეს ეს ხალხი თუ ბოლომდე არ მიიყვანეს მათი მთელი ეს სპექტრი არ განეიტრალდა და შუაგზაში გაჩერდა ეს თემა, მერწმუნეთ ეს ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან ისეთი ბუმერანგი დაუბრუნდებათ, რომელიც ალბათ ვერ წარმოუდგენიათ. ანალოგიურად არის აი ეს ნარკოდამოკიდებულების აგზალვა, ანუ ეგრეთ წოდებული მეტადონის პროგრამა. აქ თუ ბზარი გაჩნდა და ეს ხალხი რომელიც როგორც აი დილით ჩაის მაგივრად რომ მიდიან და იქ ამას იღებენ იქ თუ მოხდა როგორ დისბალანსი და ვერ მოხდა იმათი ყველას დაკმაყოფილება ეს კიდევ უფრო ცუდ შედეგს გამოიწვევს ეს გამოიწვევს უკვე აგრესიულად განწყობილ ჭკუაზე გადასულ და მე იმ ადამიანს რომელსაც მისაღები აქვს მე მერთოდ ფაურს არც ერთ-ერთ წრეში ყოფილა და არც ბევრს არ ვუსნობ ეგეც, მაგრამ როგორც ამობენ, ისეთ დღეში ვარდებიან, რომ ადეკვატურები არ არიან. კარგავენ გონებას თუ ის რაღაცა არ შეიშხაპუნეს, ან არ დალიეს, ან არ გაიკეთეს, ხო? ანუ თუ დაიწყებ, მიიყვანე ბოლომდე. უნდა ეს ახლა ხელისუფლება შედგა ძალიან როგორ გითხრათ, რა სახიფათო ბილიგზე არიან, ძალიან ვიწრო ბილიგზე შედგნენ რა. ორია შემთხვევაში, როგორც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების, ასევე ამ აი ნარკოტიკის თუ რაც ვია მეტადონის პრობლემა მეტადონი ესე დავარქვი მე ხა მაგდის ნევრები არა მაქვს მეტადონის პრობლემასთან ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ისე რომ ამ პრობლემის არათუ ჩავარდნის ოდნავ აცდენის შემთხვევაშიც მივიღებ ძალიან ცუდ უკუ პროცესს რომელიც ძალიან მძიმედ შეიძლება დაგვიბრუნდეს ყველა ჩვენთანაც აქ არ არის საუბარი ხელისუფლებაზე ირანი დამთავრდა ისრაელი დამთავრდა კავკასია ჯერ კიდე არ დაუმთავრებია დასავლეთს კავკასიაში ნებისმიერ მათ შორის საქართველოში ნებისმიერ მოწყვლად სოციალურ ფენას იპოვნის აი საელჩოები და გამოიყვანს ქუჩაში და გამოიყვანს ისეთ ხალხს რომელიც არაადეკვატურები იქნებიან და მერწმუნეთ ერთი 50-60 არაადეკვატური ერთ მიტინგზე ხო
თუ შეძლეს ამის გაკეთება შექმნის ძალიან დიდ პრობლემას და მე ეს იქნება უკვე როგორც აი სიპნაირი რეაქცია ჯაჭვური რეაქცია ჩაირთვება სოციალური ფონი ნახეთ რა ხდება ბაზარში ნახეთ რა ხდება ივნისი მთავრდება ზაფხული თითქმის აი უკვე 1 თვე 2 თვე და всё რა ფასებია ატამი ვაშლი 4 ლარი გარგარი 3-4 ლარზე ნაკლები არ არის ატამი რომელიც რო გითხრათ რომ გადასარევია 4 ლარზე ნაკლები არ არის ბალზე ლაპარაკი აღარაა და 20 ლარი ღირს ხო 20 ანუ ამ ხალხს ეცით რა არის ჩემო ძვირფასო ხელისუფლებაო ძალიან თქო ცოტა მოაჭერიეთ ვინტიკები ქვია თუ რა ქვია ამ ბიზნესმენებს და ამ შემომტანებს ჭკუაზია გადასული იცით რა მითხრა ერთმაგლა ხმა რო ხა ვიცნობ მე ზაო შენი ხელისუფლებაა ესე მომართა მითხრა ჩემი ხელისუფლება მე ვთხარი სხვა დროს იქნება აი მას რომ მიძვირებს ამას მიძვირებს მე რა ვქნაო მე 1500 2000 ლარად ვეღარ ვარჩენ ოჯახსო და ეს არის ჩემი შემოსავალი ამით უნდა გავიტანო ნახევარი წელიო სამუშაო მე არ ამაქო სოფელში ადრე რაიონებში მე კარგი დავსხედით საუბრობდით რა რაიონშიო ჩვენთან მუშაობდა დაახლოებით 14 დიდი საწარმოო სადაც დასაქმებულები ვიყავითო ჩემი მშობლებიო და 400-500 მანეთი 300 მანეთი ხელფასი ქონდაო ეს იყო სერიოზული ფული მაშინ ხო ოჯახში 1000 მანეთი შემოდიოდა ჩათვლით ოჯახი იყო გამართული პლუს მე მქონდაო ისო რასაც ახლა ყიდიო და ვიყავი ფეხზე დამდგარი კაციო დღესო მე არაფერი არ გამაჩნიაო და კბილის ამოსაღებად ვიყავი და 60 ლარი გამომართვესო როგორ მიბედაო მე ცოტა ისე როგორ მიბედაო რომ მე ჩემი მოწეულიო ამათ არ გავყიდო ანუ ეს ჯაჭვური რეაქცია ისე აგორდება უცბად რომ აი ერთჩვენიერ დღეს გავიღვიძებთ და აღმოჩნდებით არც ატომი გვინდა ჩვენ არც ბალისტიკური და არაფერი ჩვენი ბალისტიკა გვაქვს იმდენი ესა რა ქვია ჩანერგილი საქართველოში 75 წლის განმავლობაში რომელიც ერთ-ერთიც რო აფეთქეს ჩვენ საკმარისი იქნება არ არის ქვეყანა იმ მდგომარეობაში რომ თუ ხელისუფლება არ არის დარწმუნებული იმაში რომ სოციალური ფონს გააუმჯობესებს პენსიებს მოუმატებს ხელფასებს მისცემს საშუალებას ბიზნესმენებს რომ თავის იქ დასაქმებული ადამიანის ხელფასები გაზარდოს კი ბატონო მაშინ შეუძლია აი ესეთი ბერკეტები და ხა ბევრი საუბრობს ოპოზიცია რომ ყარდება დიქტატურა ყარდება რაღაც ტოტალიტარული დიქტატურას ბატონო დავით ჭირდება ფული დიქტატური რო ხდები შენ ელემენტარული უნდა დაუკმაყოფილო სამსახური უნდა გქონდეს დაკავებული უნდა იყოს სტუდენტს უნდა გავდეს მასწავლებელი მასწავლებელს ბიზნესმენებს დიქტატურა სჭირდება ფული უფულო ქვეყანაში დიქტატურას ვერ დაამყარებ სადაც შენი ძახი მე დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებო იქ დიქტატურას ვერ დაამყარებ მოუჭერ ამ ჭანჭიქს თუ ქანჩს თუ რაც ქვია შეიძლება მოწყვიტო აი რომ მოწყვიტო მე მთელი მანქანა ჩამოიშლება აი ახლა აი ეს ორი ის ხო თუ იჭერთ და თუ ამ პარტიებს აუქმებთ გააუქმეთ ნუ გეშინიათ ამ დასავლეთის იმიტომ რომ დასავლეთ თქვენ მაინც არ დაგინდობდა ეს 2 წლის წინ თქვი ჩვენ რაც არ უნდა გაუკეთოთ მაინც არ დაინდობენ ამათ და წადით იქ სადაც ჩასასვლელები ხართ და რუსსაც ჩვენ წვალობ და ამ ხელმოწერებს ვაგროვებთ იმიტომ რომ დაგანახოთ ხელისუფლებასაც და ხალხსაც და ევროპასაც რომ აღარ არის ის საქართველო რაც იყო თუნდაც 10 წლის წინ ხო, კითხვები ჩდება ისე, ახლა ნუ იქ მოსამართლის პრეროგატივაა, რა თქმა უნდა, რამდენ შეუფარდებს, მაგრამ 8 თვე და 7 თვე ამ შარიკოვებს რა შეუფარდეს, ახლა აქ უკვე მართლა კითხვები ჩდება. მე პირიქით წმინდა ქრისტიანული გადასახედიდან არა ადამიანი როცა ჩაგრულია და ასე ვთქვათ, ოთხ კედელშია და პრობლემა აქვს, სადღაც ეს ჩდება წმინდა ადამიანური მომენტი არავის არ უსურვებს. არა, მაგაზე ლაპარაკი, მაგაზე საუბარი არ არის. ეს 7-8 თვე ზუსტად როგორც ჩანს გათვლილია რაღაც პოლიტიკურ ამინზე თუ როგორ არის ეს საქმე? არ ვიცი, მე მართლა ბალუდავთ, მე ერთ რამე ვიცი რა. საქართველოს მთელი უბედურება იმიტომ არის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ ხელისუფალს 92 წელს მოყოლებული. არ უგია პასუხი იმაზე. პოლიტიკოსო არის ყველაზე ადვილი თურმე. მოხვალ დაპირდები მოატყუებ, მოიპარავ, წახვალ, რა ვქნა ძმაო, არ გამომივიდა. ბიჭო, ექიმმა რომ კბილი სწორად არ მოიღოს, ან გამწვავებული აპენდიქსი რომ რაღაცა გართულება მოუვიდეს. პაციენტს
უშულებენ სასამართლოში და სახს გააყიდიებენ და შეებიჯო მთელი ქვეყანა დაღუპე. ისიც რატო არ თხოვენ პასუხს? ესენი ყველანი 92-დან მოსულები. ყველა ერთი ბუდიდან არიან. აი ეს ბუდე სადაც ზის თავარი აი ეს არ აძლევს ამის უფლებას. აბა შეიცვალოს ბუდე. 93-14 15 დანაშაულს ამოვყრი. პროკურატურა სავსეა. მაგრამ აი აფხაზეთის ომიდან დაწყებული ლაპარაკობს იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვსწავლობთ თუ რა მოხდა შევარდნაძის გადატრიალებაზე არის აქ საუბარი, სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ამ მასალებს ვსწავლობთ. საერთოდ ეს იყო თუ არა ხავერდოვანი რევოლუციაო, ამას ვიკვლევთო და მასალებს დავდებთო. რა ხავერდოვანი რევოლუცია ეს იყო შეკვეთილი რევოლუცია, რომელიც ამერიკელებმა ჩამოაგდეს შევარდნაძე რამდენიმე მიზეზის გამო, ერთი ის რომ მობეზდათ ამ კაცთან ლაპარაკი და ენის მოჩლექვა და ანგარიშის გაწევა, როგორც რუსებს, აი იმ ლიბერალურ სასწავლი ვინც იყო, მაშინ და იცოცხლეთ 2003-ში რუსეთში საკმაოდ სერიოზული ლიბერალური ლობი იყო, დღესაც არის და მაშინ წარმოგიდგენთ რა იქნებოდა. და მეორე ამერიკელებსაც მობეზდათ ბუშის მამის ძმაკაცთან მაპატია და მოიყვანეს ეს არანორმალური, რომელსაც ერთი აქედან ულაწუნებდა, მეორე იქიდან ულაწუნებდა. ეჭვი არ შეგეპაროთ მაგაში. ორივე ულაწუნებდა, აგერ ივანოვი რო იყო ჩამოსული, ისეთ ეგ ისტორია რა უკრა შევარდნაძემ, ხო რომ გადადგა. ეგ სხვა რამე იყო. ჟვანიასთვის იყო ეგ რევოლუცია მოწყობილი, რომ ჟვანი უნდა მოსულიყო მერე 6 თვის მერე არჩევნებით, ხო? შედეგი? კაციშვილი, ხო რატო თქვი? არავის პასუხს არ აგებიებენ. შენ როგორც კი რეალურად მოთხოვ პასუხისგებას, ამერიკის საელჩოში დაგიბარებენ, პროკურორი ხარ თუ გამომძიებელი თუ მოსამართლე, დაგიბარებს ამერიკის საელჩო და გეტყვის ეს მოისუკინსინ. ჩემი ძაღლიშვილები არიან, რომ არ გაბ ანუ 92 წლიდან აი ეს მართლობაა, კოლონია, რა მნიშვნელობა აქვს? კოლონიაში მიშა იქნება, დავითი იქნება, პეტრე თუ პავლე. არა აქვს მნიშვნელობა. შენ თუ კოლონია ხარ, შენ კოლონიური მართლობა გმართავს. რამდენი წელიც იქნება კოლონიური მართლობა, იმდენი წელი იქნება საქართველოს შემდგომარეობა. ვინც არ უნდა მოინდომოს, რაც არ უნდა მოინდომოს. ბანოა ბიზნესა მოინდომოს თუ მისმა მხარდამჭერმა არაფერი არ გამოვა. სისტემაა შესასვლელი. და მივედით ისევ იქ. ტრამპი მოიყვანეს აი ამ სისტემების დასანგრევად. და მხოლოდ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ დაანგრიონ სისტემა. ვერც საქართველოს, ვერც ევროკავშირი, ვერც ევროპის ქვეყნების სისტემას ვერ დაანგრევენ. ორ ქვეყანას შეუძლია. ეს არის რუსეთი, ამერიკა და ეკონომიკურად ჩინეთი შეიძლება ჩაერთოს ამ პროცესში. დანარჩენი ყველა უძლურია მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ცალ-ცალკე ყველა ქვეყნის მიმართ. და ჩემი როგორ გითხრათ, მე ვგმობ ევროკავშირს, მე ვგმობ ნატოს, რომელთან ურთიერთობის იმედით საქართველოს მიწასთან არის გასწორებული. და ნახეთ ქვეყანაში რა ხდება. კიდე ერთი, აი ეს უკონტროლო მიგრაცია რო არის ახლა. კატასტროფული მდგომარეობა, ჩვენ ახლა გადავჭით, რომ დიდი ხანი არ გაგრძელდა იქ ომი და დიდი ტოლულები არ წამოვიდა, მაგრამ ის ვინც დღეს აქ არიან, იმათ ჩვენ რა უყოთ? იმათ შენ როგორ უპირებ იმათ ადაპტირებას, როგორ უპირებ იმათთან საუბარს. უკვე იგრძნობა, იცით? ერთი პერიოდი ჩინელები ჩამოვიდნენ, ერთი 20-25 წლის ამბავია და შეშფოთებული იყო მთელი ჩვენი მოსახლეობა, რომ აი ქუჩაში რო ვაჭრობ. ხო, აი ჩინელები შევჭამენ პლეხანოზე მაღაზიები აიღეს, პლეხანოს ახსენებს შეგნებულა და არა აღმაშენებელს თავის მოჭრა, აღმაშენებელი მიწაში ბრუნავს, რომ აღმაშენებლის პროსპექტზე გამზირზე თუ როგორც არის, ხო? არის არაქართული უკვე. არა პლეხანოვი. კომუნისტების დროინდელი პლეხანოვი იყო ქართული, დამოუკიდებელი საქართველოს აღმაშენებელი არის არაქართული. და ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის შედეგი. გრაბუია ვიდრე такой независимость. იმიტომ რომ ეს არ არის დამოუკიდებელი, ეს არის ქვეყანა, რომელიც არის დაკაბალებული. ამ ხალხს დასუშვები შენ. აი როგორ გინდა? ესენი მოდიან ახალგაზრდები, მრავლდებიან, აქ იცხოვრებენ, აი შენდება კორპუსზე შენდება, ვისთვის შენდება? და ქართველები ყიდულობენ? 4 კაცი ჩემი უახლოვესია მეგობრის შვილები გაიქცნენ საქართველოსთან. 32-დან 40 წლამდე არის ასაკი. გაიქცნენ საქართველოსთან, 2 კანადაში წავიდა, 2 საფრანგეთში წავიდა, 2 კიდე მიდის და ვის დარჩება? აი ეს მოტოციკლები თუ დარბიან. სხვა კიდე არავისთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ მე მინდა ჩემ ქვეყანაში ვიცხოვრო. ჩვენ შეგვიძლია წასვლა, მაგრამ არ წავედით, იმიტომ რომ
ვის დაუტოვო ეს ქვეყანა და მივდივართ ისევ იქ. ბატონო მიხეილ, ახლა თქვენ საშუალო სტატისტიკური გერმანელივით მსჯელობთ, იქაც იგივე პრობლემაა მერკელმა რომ შემოყარა მთელი აღმოსავლეთის და მე ვიგითხრათ რომ აი გერმანიაში ახლა ბურგერები რო სხედან ოჯახებში და რომ პაშტეტს რომ მიირთმევენ დილას საუზმეზე, ზუსტად ეგ პრობლემებია. მე ვიგითხრათ რომ გერმანია არ იყო ამერიკის გავლენის ქვეშ. ვინმე მგითხრათ ეგა? როდისმე მithქვამს ეგ კანცლერ აქტიდან დაწყებული, დამთავრებული სამხედრო ბაზებით, რაც უბრძანეს მერკელს, ისევ როგორც უბრძანეს საქართველოს ხელისუფლებებს, იმას აკეთებენ. არა ხარ შენ არ შეგიძლია იხელმძღვანელო შენი ქვეყნის ინტერესებით. ამაშია მთელი უბედურება. შენ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ხელმძღვანელობს თავის ინტერესით და იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, იყო საბჭოთა კავშირი. სუპერ იმპერია, რომელიც იყო სუვერენული და არანაირი ინტერესი არ ქონდა, არავის ინტერესი არ ითვალისწინებდა, სადღაც 60-იანი წლების შუა პერიოდამდე. 70-იანებზე და 80-იანებზე აღარ ვამბობ, ეს მიყიდული ნომენკლატურაზე აღარ მაქვს საუბარი, ხო? არც ერთი ქვეყანა დღეს სოფლიოში აღარ არის სუვერენული. მათ შორის არც ამერიკის შეერთებული შტატები. იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ისინიც უკვე დამოუკიდებულები გახდნენ, აი გლობალიზმი რო უხარიათ. გლობალიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჩაყლაპავს თავისი მთელი ატრიბუტებით და უნდა დაიყოს სოფლიო თუ არ დაიყო გამორიცხული აი დიდი ოთახი რო ავიღოთ აი ძალიან დიდი ოთახი თქვა 2-3000 კვადრატულის და ოქროს უნიტაზი ოქროს სამზარეულოები ოქროს სააბაზანო ოქროს ავეჯი და შეუშვათ ერთი 10-15 ყველაზე მდიდარი ოჯახი აბა თუ ის პირველი მოხმარების ნივთი რა იქნება ანუ ნივთის საგანი თუ როგორც არის $1 ნაჭერი რომლითაც ერთმანეთისგან გახდებიან იზოლირებულები $1 იმიტომ რომ არ შეიძლება აი ამ კომუნაში ცხოვრება კომუნაში სოფლიო მოინდომეს რომ აცხოვრონ კომუნაში და ეს ასე ვერ გაგრძელდება და ამიტომ საჭირო იქნება სოფლიოს დაყოფა სხვადასხვა ნაწილებად 4, 5, 6 მნიშვნელობა არ რამდენი იქნება. შეიძლება 3 იყოს. მაგ ახლა ეკონომისტებს მიგვინდია, მაგრამ ესე ვეღარ გაგრძელდება. აი რა მოგვიტანა? აი ეს მოგვიტანა ამ ყველაფერმა. როდესაც განუკითხაობაა და ქართველები ვთქვათ ძალიან ცოტა და ყოველდღე ცოტავდებით. და ბოდიში ვეღარ დავამთავრე. მე-16, მე-17, მე-18 საუკუნის საქართველო რა იყო? ქართველები რამდენი ვიყავით პროცენტულად? ქალაქზე თბილისზე ლაპარაკა თბილისი 90% არ იყო ქართული, ხო? ისევ ეს გვინდა? კი ბატონო, ოღონდ მე არავინ არ დაიწყოს იმაზე წუწუნი. ეს რა მოგვივიდაო. ამიტომ კეთდება ეს ხელმოწერები, ამიტომ წვალობთ, ამიტომ გვინდა, რომ ხელისუფლება ჩავიდეს რუსეთში. ყოველი დაგვიანებული დღე ხელისუფლების რუსეთთან კონტაქტის არ ქონდეს, იწევს ძალიან მძიმე შედეგებს ჩვენთვის. ამას რო დაინახავს ჩვენ მარტო ჩასვლა რამდენად საკმარისია ბატონო რუსეთის მცოდნე ხალხს არა ჩასვლას მე გულისხმობ ახლა მარტო ჩაფრინდა ჩამოფრინდა რა დაждდეს ალაპარაკოთ უნდა დაждდეს ალაპარაკოთ და უნდა უთხრა ის რაც რუსეთმა დააშავა რაც ჩვენ დავაშავეთ რაც უფრო დიდია ქვეყანა უფრო მეტი აქვს ჩვენ აფხაზებთან დავაშავეთ ჩვენ ოსებთან დავაშავეთ რუსებმა საერთო საბჭოთა კავშირის დანგრევაზე შევანაძებ რომ მიიწერა რომ გააფორმა 85-ში 88-ში საბჭოთა კავშირის დანგრევა დაიწყო 70-იანებიდან იცით ხო ეს იქნება კიდე ერთი დანაშაული რომელზეც პასუხის მოთხოვნა შეიძლება მოთხოვნის აღარ იყოს იმიტომ რომ შენ საქართველოს ხელისუფალმა უკვე დაინახე რომ დასავლეთი არის შენი მტერი უკვე დასავლეთი გახდა ხელისუფლების პერსონალური მტერი გახდა პერსონალური მტრები გახდა ბიჭო თუ პერსონალური მტერი ყავს პატრიცემულო ოცნება. პერსონალურ მტერს მაინც ებრძოლე. კაი, დაანებე თავი საქართველოს მტერს. პერსონალურ მტერს ებრძოლე. გამოუცხადე გაყარე ეს ელჩები. რამდენი ხანი ვიძახდით ჩვენ? გააგდე მის უკრაინის ელჩი. პანღური ერთ ადგილას გააგდე. თვითონ წავიდა, თვითონ ბაბა გვაგინა, გვაფურთხა წავიდა. ევროკავშირის ელჩი ყველა ეს დაარღვია. ყველა დიპლომატიური ისაა დარღვეული. ზის იქ მიდი და უთხარი, აბა დავაი აქედან. 24 საათი, 48 საათი. შეაგროვე შენი თეთრეული და წადი აქედან. აი ესე რომ დაელაპარაკები ელჩებს. მე კი მაშინ კი ბატონო კიდე ერთხელ ვიტყვი, ჩვენი ელჩი საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთში, შტატებში გამოვიდნენ და ანალოგიური განცხადებები გააკეთონ, ანალოგიურად დამოძღონ ირანი აქეთ,
თურქეთი აქეთ, ამერიკის შეერთებული შტატები აქეთ, ეს საფრანგეთის გაუგებარი პრეზიდენტი ცალკე ხანძოლი ურტყავს და ხანძოლის და აქეთ ეს ისა რა ქვია მოფაშისტო გერმანელები აი როცა ამას საქართველოს ელჩები გააკეთებენ მე ვიტყვი რომ ჩვენ შევდექით სახელმწიფოების მშენებლობაზე მაგრამ ბიოს 30 წელი მაპატიე დედა მიტირე ხო ყველაფერი რაც იბინძურა იყო წამლის ეხლა მე მოგიყვებით როგორ იყო 12 წელს რო დაიწყეს წამლების შემოტანა ბატონი პირველი თუ არ ვთქვი იყო ბატონი ირაკლი მენაღარიშვილს ჩაბარდა ეს საქმე იმელის შენობაში და მადლობა მითხრა ბატონ ირაკლის უწესიერესი კაცი და პატრიოტი კაცი რამდენიმე კვირაში უარი თქვა და დაანება თავი ამ დიდ მაფიას რომელიც მე გადაიბარა აი ვინც იყო მე ამ წამლების შეფი და არ მინდა გვარების დასახელება ვერიდები უკვე რა წამლების გამოცდა საქართველოში დაიწყო მოგესალმება წამლის გაკეთება და წამლის გამოგონება გაცილებით იაფია ვიდრე მისი მერი აპრობირება ყველაფერი რისი გაკეთება შეიძლება 90-იან წლებში საქართველოში მოხდა ყველა თაღლითი ვისაც გაუვლია ყველა საქართველოში ჩამოვიდა ეს იყო 90-იანი 92 13 14 15 რასაც მე ყოველდღე ვეჯახებოდი და რამდენი ჩემთან მოდიოდნენ მოკონდა დიპლომატები დაქონდათ ფული რომ ოღონ ეს გაკეთები ოღონ ეს გაგვახსნები ოღონ ეს კოლეჯი ოღონ ის კოლეჯი ექსპანსია დაიწყო ქვეყნის იმიტომ რომ პატრონი აღარ ყავდა ქვეყანას უპატრონო ეკლესიასო იცით როგორი სიტუაციაა ხო ეშმაკები დაეპატრონენ საქართველოს 92 წლიდან განსაკუთრებით მანამდე იმ ხელისუფლებამ რაც გააკეთა დავანებოთ თავი აღარ მინდა იმას საუბარი იმათ მართლა ეგონათ რომ დამოუკიდებლობას ეს სხვა თემა არის ეგ განჯის თემა არის იქ დანაშაული ნაკლები იყო იქ იყო უმეცრობა უმეცრებად პროვინციული პროვინცია ყველაფერი იყო ერთად მაგრამ დანაშაულის ელემენტები მე შეიძლება გამოვიყვანოთ მაგრამ 92 წლიდან ეს იყო სულთა კრიმინალი რომელმაც პირდაპირ დავალებით ინგრეოდა ხალხები პირდაპირ დავალებით ინგრეოდა საწარმოები ის კი არა აი ვისაც ერთხელ თქვი და კიდე გავიმეორებ ვინც გააკეთა განცხადება და მოვიდა იმელის შენობაში რომ იქნებ ესა თუ ის საწარმო ან ქარხანა ან ფაბრიკა კონსერვაციას დავაყენოთო გასული არ იყო ფეხი არ ქონდა გადადგმული იმელის შენობიდან უკვე მოხსნილი იყო და მოყავთ ის ხალხი რომელიც მეორე დღეს მიწასთან ასწორებდა ეს დეპუტატი ოპოზიციონერი ქალი როა მამამისი ქარხნის დირექტორი იყო ქუთაისში პირის მიწის პირზე გაასწორეს საწარმოები ფუნდამენტი აღარ ჩანდა ისე დაშალეს ხო ესეც ამერიკელებმა გაუკეთეს კი იმათმა შეარჩიეს ზუსტად აი როგორც ფაშისტები არჩევდნენ პოლიცაებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პოლიცაის შეარჩევდნენ მე ის პოლიცაი დადიოდა აუპატიურებდა ძარცვავდა აწამებდა და ქართველები არ ემსახურებოდნენ სპარსელს და ოსმალეთს ქართველები არ იყვნენ თავადები შენ დაპყრობილი ჩვენ უნდა გავითავოთ ჩვენ ვარ დაპყრობილიერი ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა რომელსაც უნდა მოხდეს დეოკუპაცია და ხელისუფლება უნდა გადადგას ნახევარი ნაბიჯებით არაფერი არ გამოვა ისე უბრუნდები თუ ამყარებ კანონის დიქტატურას მაშინ უნდა დაამყარო და ბოლომდე გახვიდე თუ არა მაშინ ASN ვინც ახალ ციხეში შედათ ეგენი გმირებად არ უნდა გახადონ ბატონ დავით თუ ეს გაცილებით სულად დაგვიბრუნდება ყველა ჩვენთაგანს ხო აქ კიდე ასევე ლიბერალური კითხვა ჩდება რომ ხო ეს სეგრეგაცია რაღაცნაირი რომ სქესის მიხედვით ანუ მარტო ოპოზიციონერი კაცები ყავთ ახლა გაშვებული ციხეში ქალები არც ერთი და ქალები უფრო აქტიურობდნენ გახსოვთ თქვენ ალბათ ხო ის ფილმი რო არის ვამპირებს რო ებრძვის ვან ჰელსინკი ჰოლივუდის ხო და ეს მფრინავი ქალები რო არიან ვამპირშები ხო და ასე იყვნენ მოწადინებული ეს ოპოზიციონერი ქალები. ეხლა ერთ-ერთი მე მგონი სიტყვით გამოდის ევროსაბჭოში თუ არ ვცდები, სანქციები დაუწესეთ ივანიშვილსო, თორე არაფერი ის სხვანაირად არ გამოვაო. ხო და ძირითადი გზავნილი ეს იყო მათი გახსოვთ ხო? იქ სიებში ქალი ყოველი მეხუთე ქალი უნდა იყოს, ქალი არ. ეხლა როგორ ხდება ეს ოპოზიციონერები სუკაცები ყავთ დაჭერილი? არა და ქალები უფრო აქტიურობდნენ. ანუ თქვენ მგზავრებთ რომ ხუთი კაცი სამი ბავშვობაში გახსოვთ სამი კუთხური ერთი პენალტი რო ეს ბუნებრივად კითხვა ჩდება ხო? ეზოში თამაშობ გასაგები ესენი რატო ჩააყუდეს იქ ვირისაბანოში? კარგით 7-ია ხო თუ რა რამდენია აღარ ვიცი რა 27-ში კიდე ორი შეიძლება გაუშვან იქით. მაშინ 5 კაცი, 1 ქალი, 10 კაცი, 2 ქალი.
მაგრამ ხალებს არ იბარებენ მე მგონი ამ კომისიაზე. ეხლა ისინი ხო კომისიის გამო არიან, კომისიაზე არ გამოცხადდნენ, ხო? ნებისმიერ მათგანს ისეთი მუხლები შეგილია მოუძებნო. კომისია უკან მორჩებათ. მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის, ეხლა როგორც შეუძლია ხელისუფლებას ისე წვალობს. მაგრამ ეს წვალება უნდა მივიდეს ბოლომდე, ისე მიმეორებ, შუაგზაში გაჩერებული საქმე გამოიწვევს ძალიან დიდ ნებათაღელვას კი არა, იმედ გაცრუებას იმ ხალხში, რომელსაც ჯერ კიდევ ხელისუფლების ჯერა. მაგრამ ნახეთ ბატონო მიხეილ, ახლა დღეს იყო კიდე განცხადება ეს ლევან გოგიჩაიშვილი რო არის. სალომე ზურაბიშვილიო ეხლა იქნება უალტერნატივო კანდიდატიო ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერი უნდა გახდეს. თქვენ წარმოგიდგენიათ, ანუ დოზა მარაზმისა სადამდე აქვთ ამათ აი პირდაპირ ინსტრუქციებით რო იმართებიან. ეხლა ხელისუფლებას მართლა აუქს ვერ იტყვი იმაზე, როდესაც პირდაპირ დიაგნოზს სვამენ, რომ ეს არის აგენტურა. კი, რა თქმა უნდა. იქიდან აი ხო თქვენ ახსენებდით ეხლა მაკრონს და მის იქ მეუღლეს და ასე შემდეგ. ევროპის საკითხებში მინისტრი გამოვიდა და საქართველოს ლანძღავს საფრანგეთის მინისტრზეა საუბარი, რომ აი ოპოზიციას იჭერენო და ზღუდავენ აი ამ პატიოსან ხალხს უშვებენ ციხეშიო. წარმოგიდგენიათ ხო აგენტურაზეა რეალურად ლაპარაკი, ამიტომ უნდა დაიბაროს ჩვენმა ქალბატონმა მინისტრმა აგერ ქალაქის ცენტრში აქვს კარგი შენობა აღებული, დაიბარონ ელჩი გადასცენ პროტესტის ნოტა თუ როგორცა დიპლომატიაში და აუხსნა რომ ასე არ ელაპარაკებიან სუვერენულ ქვეყანას. ჩვენ ხო დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა ვართ. რა ის დამოუკიდებელი ევროკავშირის დროშები ვერ ჩამოგვიხსნია და უმაზე რა ქვია უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან უკრაინის დროშა კიდია. რომელ სუვერენიტეტზე გვაქვს ლაპარაკი? ან დავიწყოთ სუვერენიტეტის შენება, ან დავანებოთ თავი ამ ტყულა გლანძღავი. აი უყურე, დააკავეს ხო ესენი. ლანძღვა წამოვიდა. მაზოხისტები ხო არა ვარ ჩვენ. რო აი ლანძღვა გვიხაროდეს, რაც არაფერს არ გვაძლევს, ხო? დღეს გუშინ გამოვარდნენ ესენი დაიწყეს რომ აი ჩვენო ესეთი პატრიოტებიო, უკან გზა აღარ არისო, რუსული დიქტატურა მართავსო, რუსეთი შემოსული. ებიჭო, სად არის რუსეთი შემოსული? რომელია დღევანდელ ხელისუფლებაში ოდნავ მაინც რუსულად კი არა, როგორ თქვა, აი ისე უაზრო, რომელსაც შეუძლია რუსეთთან ისაუბროს. აი მითხარით ვინმე რა? კი ბატონო, აი თუ იმას მეტყვით კი, მაგრამ ეს კარგი ის იპოვეს ახლა. რომ რუსული ხელისუფლება, პუტინის ხელისუფლება, პუტინმაც ასე გაანადგურა ესა რა ქვია, ოპოზიცია. თუ ეს რუსული ხელისუფლებაა, მაშინ რატო ვერ ჩადეს ალაპარაკოთ? თუ არ არის რუსული ხელისუფლება, მაშინ ევროპა რატო არ ეხმარება? თუ ევროპა არ გეხმარება, მაშინ სხვა ნახე. ამერიკაში წადი, სადღაც ნახე შენი ადგილი, ხო? კიდევ ერთხელ მე მომხრე ვარ და ხელისუფლებას ხარს უჭერ. მე პირადად პარტიის თავ ვლაპარაკობ, პარტიის სახელით თავ საუბრობ, რომ აი ეს 2 წელიწად ნახევარი არ შეალეცა ქვეყანა და სწორედ ამიტომ დაარქვეს რუსული ხელისუფლება. და სწორედ ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე პარტიას გულისხმობ, რომელიც მოწოდებული ვართ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით, იმიტომ უჭერთ ხარს ამ ხელისუფლებას. მე მგონი ნათლად ვთქვი, ხო? დანარჩენი აგერ ვთქვი, სოციალური ფონი ვთქვი, წამლებზე, ფასებზე, ყველაფერზე ვისაუბრე, მაგრამ ეს ჯერჯერობით წონის ამას. აი ეს საფრთხე. ეს საფრთხე რომ მოიხსნება, მე მეორე საფრთხე დადგება. ძალიან მძიმე საფრთხე დადგება. რა ვიცი. ღმერთმა კაცს ნეტად ვწდებოდე ბატონო დავით. ისიც როგორ მინდა? ნეტად ვწდებოდე, მაგრამ ნუ ნახოთ, რამდენიმე თვე ამ წლის ბოლომდე ძალიან ბევრი რამე გაირკვევა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩინეთში ძალიან ბევრ რამეს მოფენს ნათელს. ძალიან ბევრ რამ გამოჩნდება და ნახა იმის მერეს თუ კიდე ჩვენ რაღაცა ილუზიები დაგვჭა. არანაირი ილუზია 0.00001% არ არსებობს იმის, რომ ჩვენ დასავლურ აი ამ ბინძურ ევროკავშირში აღმოჩნდეთ. იმის მერე რა მოხდება? დღეს დაისვა კითხვა ეს რუსულ მედიას უსმენდი. რატო არ ფორსირებულად რატო არ ახდენს რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ამ პროცესს? იმიტომ რომ რუსეთი მაინც ცდილობს ისტორიულად შეინარჩუნოს დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა. მაინც აქ ამის სურვილი, ანუ არ უნდა ისევ ჩაიკეტოს, არ უნდა, მაგრამ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს. რომ ისევ ჩაკეტოს. ანუ პუტინმა თქვა მე დასავლეთში აქვთ მცდარი წარმოდგენა და ხშირად ადარებენ კორეის ვარიანტს უკრაინის გაყოფას. არ გამოვა ეს, აი ჩინეთი ხო ახსენეთ, ჩინეთიც კი იყო ჩარეული 40 გასული საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც იყო ეს კორეის ომი.
ეს კორეის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ყველაზე სისხლისმღვრელი, ყველაზე დიდი მსხვერპლი 3 მილიონი კორეელი გაწყდა. და სამხრეთ კორეა იქცეოდა ზუსტად ისე, როგორც ახლა უკრები. გარბოდნენ ანუ პოზიციური ბრძოლები როდესაც იყო გარბოდნენ ყავდათ ახალგაზრდა ეს მობანდიტო ელემენტები ხოცავდნენ სამოქალაქო ანუ ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩებში ნუ იქ პროვოცირებული იყო ორი კლასი დაეტაკა ერთმანეთს ახლა იქ არ უნდათ კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა ნუ გასაგებია მაგრამ არ გამოვა ის ერთი ეთნოსია ხო ეს კორეელები ჩინეთიც კი ჩაერია და ნუ საბჭოთა ავიაციაც რა თქმა უნდა ზურგს უმაგრებდა იქ და ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატები მთელი ეს დასავლეთი ხომაგობდნენ მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და ნუ გაიყო ორ ნაწილად მაგრამ უკრაინაში აბსოლუტურად სხვანაირი ვითარება არის დასავლეთს კარგად არის მისის უკრაინის ჩვენ გადავაცილეთ დროს 1 წუთი და ბოდეშ მოვხდით სოფლიო გადანაწილებულია თავდება გადანაწილება საქართველოს პრაქტიკულად უკვე აღმოჩნდება იქ საიდანაც გამოვედით. ოღონდ ისე არა როგორც ადრე ეგონა რომ საბჭოთა კავშირში ვიქნები და ისევ დოტაციები და ისევ არა. ჩვენ გვექნება ცივილური ურთიერთობა ყველასთან, მაგრამ უნდა გავსვათ პრიორიტეტი. საქართველოს დაკარგა დასავლეთის, რატო წავა დასავლეთი აქედან? საქართველოს აღაჭირდება დასავლეთს რუსეთის სასაფეთქებლად. აი ეს თემა დასრულდა და აქ დასრულდა საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი. უკრაინამ აჩვენა ამხელა ქვეყანამ რომ ეს ვერ შეძლო და მით უმეტეს საქართველოს ვერ შეძლებს. ამიტომ ნებისმიერი ქმედება დასავლეთის მიერ გადადგმული საქართველოში ეს იქნება აი ჩემს მერე ხადა მეწყერი ყოფილაო. აი ეს ეწავლენ ესენი აქედან. და აქედან რომ დასავლეთი წავა, ამაში დასავლეთზე მეორე ევროკავშირი მთელი თავისი ბინძური ხელმძღვანელობით. მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. ჩვენ შევხვდებით ზეგ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.